მორიგი დეზინფორმაცია. ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ პორტოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას მხარი დაუჭირა, სადაც საუბარია ახალ არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლებაზე. სიცრუეა. საზოგადოებამ ნახა გასული დღეების განმავლობაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დროს, რომ საქართველოს დელეგაცია სიტყვით მიყვებოდა კონკრეტული ფაქტების მოყვანით და საფუძველზე თითოეულ იმ ჩანაწერს, რომელიც ეხებოდა საქართველოს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით საქართველოს ეროვნული ინტერესები ყოფილიყო ასახული, მათ შორის თუნდაც სირიის ნაწილში და ეს იყო ჩვენი მთავარი ძალისხმევა ბოლო დღეების განმავლობაში. სამწუხაროდ ჯო ვილსონმა და მისი მხარდაჭერების დახმარებით მაინც შეაპარა ამ პროცესში ერთი პატარა მცირე ჩანაწერი, რომელიც ეხება საქართველოში ახალი არჩევნების საკითხს. ჩვენმა დელეგაციამ წინააღმდეგ მისცა ხმა და სხვებსაც მოუწოდეთ, რომ სამწუხაროდ სხვა ძალიან კარგი დადებითი ჩანაწერების მიუხედავად, რომ მხარია დაეჭირა საბოლოო რეზოლუციისთვის სწორედ აი ამ კონკრეტული ჩანაწერის გამო. ზოგიერთი ოპომედია, რომელიც სამწუხაროდ ერთი ნაწილი ფინანსდება ევროპული სახსრებით, ავრცელებს საოცარ დეზინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ქართულმა დელეგაციამ, რომელიც ბოლო 5 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ხმალამოღებული ვიბძვით იმისთვის, რომ ჯო ვილსონის შეტანილ ცვლილებას, აი ერთიანდებიან ცვლილებას მხარდაჭერა არ ქონოდა და თურმე ჩვენ მას ამ ცვლილებებს და საბოლოო რეზოლუციას, დეკლარაციას, რომელშიც ეს ცვლილებები აისახა, თითქოს მხარი დაუჭირეთ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ნამდვილად აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ გამართული ცილისწამების კანონმდებლობა გქონდეს, აი უნდა ამტკიცონ ზუსტად აი ამ ადამიანებმა, რომლებიც აი ესეთ სამარცხვინო დეზინფორმაციას ავრცელებენ და კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ მოატყუონ ქართველი ხალხი და დისკრედიტაცია მოახდინონ თვითონ ქართული დელეგაციის საქმიანობის. დეკლარაციის მხარდაჭერა არის დასტური იმის, რომ რეჟიმის წევრებსაც კი უწევთ აღიარება, რომ ქვეყანაში დღეს ყავს პოლიტპატიმრები, ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. საუბარი იყო მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, და ამას ბუნებრივია ჩვენი დელეგაციის მხრიდან ექნებოდა მხარდაჭერა, რომ არა ისევ გადმეორდეთ ვილსონის ასეთი არასწორი, არასამართლიანი, წინააღმდეგობრივი წინადადება, რომელსაც ბუნებრივია, რომ უკვე ვეღარ ექნებოდა ვერანაირი მხარდაჭერა საქართველოს დელეგაციის მხრიდან. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს რეზოლუციად, მაგრამ ეუთო ოდირი და მისი გენერალური მდივანი პირდაპირ წერტილს სვავს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მომენტებში გვახსენდება ევროპარლამენტის სრულ რეზოლუცია არჩევნებთან დაკავშირებით, გვახსენდება სხვადასხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა მინისტრების თუ პარლამენტების განცხადებები, რომელსაც ერთი განმარტებით წერტილი დაუსვა ეუთოს გენერალურმა მდივანმა. ტექსტში ჯო ვილსონის დაჟინებული მოქმედებებით აისახა ნახევარ წინადადება, რომელიც ეხება არჩევნებს და ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ პირებს. ჯო ვილსონის ამ დამატებას თანაავტორები იყო მათ შორის უკრაინის დელეგაცია. აი რამდენად ძიმეა ხო ამის ხურება, მას შემდეგ რაც საქართველოს ხელისუფლებამ რა მხარდაჭერაც აჩვენა უკრაინის ხალხის მიმართ, აი ხა ფაქტობრივად ეს არის ზურგში დანის დარტყმა. სამარცხვინოა უბრალოდ ასეთი საქციელი უკრაინის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციისა. დოკუმენტი იყო შემუშავებული, რომელსაც ჩვენ მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო ვილსონის და უკრაინის დელეგაციის უკრაინა, ცნობილი ჯგუფები, ასე ვთქვათ, უკრაინა, პოლონეთი, ბალტები, რომლებიც არ ვიცი რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი, რომ ასე უნდა დააზიანონ ქართველი ხალხი, მაგრამ ხედავთ, რომ მათი მცდელობით ჩაიწერა ეს ნახევარ წინადადება, რომელსაც რა თქმა უნდა არანაირი მხარდაჭერა ჩვენი არ ექნებოდა. ასე რომ ესეც კი ცალკე ამბავი არის დეზინფორმაციას ავრცელებს სხვადასხვა მედია და განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის
მიერ დაფინანსებული მედია, რომ დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს. რამდენიმე წუთიანი ყიჟინის გამო, რომელსაც საკუთარ ტყუილებით დაცხებენ, აი ყველაფრის ხელის მომწერნი და ყველაფრის კადრებლები არიან, მაშინ, როდესაც აი ეუთოს რეზოლუციის ხარდაჭერასთან დაკავშირებით სრულიად მტკნარი სიცრუე გაავრცელეს ჩვენო დელეგაციამ, ამას ხარი არ დაუჭირა და აი მიუხედავად ამისა, მაინც გავრცელდა სრული ტყუილი და რაღაც ძალიან ცოტა ხანი ყიჟინად დასცეს რადიკალებმა და მართა მხარდამჭერებმა აი ამ ტყუილზე საკუთარ სისულელეზე, რომელსაც ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა და მალევე გამომჟღავდა ეს სიცრუე.